მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. 8 მარტი მხცოვან საუკუნეზე მეტი ხნის ქალბატონებს გურიის გუბერნატორმა პირადად მიულოცა. ნინო ვაშალომიძე გიამბობთ. ქალთა დღესთან დაკავშირებით ოზურგეთელ 100 წელიწადს გადაცილებულ ქალბატონებს მათი განსაკუთრებულობისა და საზოგადოების წინაშე დამსახურებისათვის დღესასწაული გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა, ვიცე-გუბერნატორმა ელა თავართქილაძემ, ოზურგეთის გამგებელმა ავთანდილ მექვაბიშვილმა და კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ პირადად მიულოცეს. ოზურგეთის სინამდვილეში ამ ქალბატონთა რიცხვი მცირე 6, მაგრამ მათ შთამბეჭდავია. შთამბეჭდავი და განსაკუთრებული, იმიტომ რომ ამ მანდილოსნებმა ცხოვრების დიდი გზა განვლეს. თითოეული მათგანი სავალი ბილიკი განსხვავებული, თუმცა საინტერესო იყო. მეცნიერი და შრომის გმირი, დიასახლისი და კოლმეონე, მაგრამ თითოეულ მათგანს ორი რამ აერთიანებს. არიან ვედები და ღირსეული ქალბატონები. მათი დაღარული თითებიდან და ნაოჭიანი, მაგრამ მაინც ლამაზი სახიდან სიცოცხლის სიყვარული იკითხება. ამ სიყვარულს კი მათი ნაპერწკალ გაუმქრალი თვალები აფრქვევს. მხცოვანი მანდილოსნები მოულოდნელმა სტუმრებმა ცოტადი დააფრთხო, მაგრამ მაინც უზომოდ გაახარა. გაახარა იმიტომ, რომ ახსოვს და აფასებენ. საუკუნოა ქალბატონებს თაიგულებთან ერთად ადგილობრივმა ხელისუფლებამ საოჯახო ტექნიკაც გადასცა. უკვე ტრადიციად დამკვიდრებული სარვამაწო მილოცვები კი, როგორც გუბერნატორმა გითხრა, სამომავლოდაც გაგრძელდება და იმედოვნებს, რომ ამ ქალბატონთა რიცხვი არ შემცირდება. მინდა ყველა ქალბატონს მიულოცა დღევანდელი დღე 8 მარტი. გურიაში საკმაოდ ბევრი არის ღმერთმოსილი ქალბატონები. ჩვენ რამოდენიმესთან ვიყავით დღეს და მიულოცეთ. მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო უსურო სიხაული, სიყვარული, ბედნიერება და დიდხან სიცოცხლე. ძალიან ძნელი ყოფილა 100 წელი, ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია. ბევრი ნამუშევარი ვარ. 102 შრომის ავტორი ვარ სტატიის. მეცნიერებათა პირველი კანდიდატი ვარ რაიონში. პირველი ასპირანტი ხალი ვარ ინსტიტუტში. ბოლოს ყველა ხალხს ამ დღესასწაულს და უსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და გამარჯვებას. მადლობა, დიდი მადლობა, რაც მოვესწარია სიტყვისკარი. ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას ჩვენო. მშვიდობას ამ ქვეყანაზე და ცხოვრებას ბედნიერს. ოზურგეთელ ქალბატონებს 8 მარტი და დედისდღე გამორჩეულად მიულოცეს. წარმატებული ქალბატონები კი ფასიანი საჯუგრები დააჯილდოვეს. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. 8 მარტისა და დედის დღისადმი მიწყვნილ ღონისძიებას ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრმა სურათების გალერეამ უმასპინძლა. საღამოს ორგანიზება კი მათთან ერთად ოზურგეთის გამგეობის კულტურის სამსახურმა ითავა. ორგანიზატორებმა თავი ყველა სფეროში წარმატებულ ქალბატონებს მოუყარეს, რომლებიც თავიანთ საქმეში გამორჩეული და მისაბაძნი არიან. კონცერტის დაწყებამდე მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ გალერეაში გამოფენილი, წარმოშობით ოზურგეთელი მხატვრების ნინო და გოჩა ჩოხაძეების პერსონალური გამოფენა დაეთვალიერებინათ. ღონისძიება ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გახდა და სახელწოდებაც შესაბამისი ჰქონდა. გაზაფხული და ქალი ერთია. საღამო ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობსა და რეჟისორს შოთა ბაბილოძეს მიჰყავდა. ღონისძიებას მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად ოზურგეთში მოქმედი ანსამბლები, ანანური კულტურის ცენტრთან არსებული ტრიო გამა, ვაშთა ახალშექმნილი ვოკალური ანსამბლი მუხამბაძე და ინდივიდუალური შემსრულებლები ეკა ჭელიძე, რეზიკო ხომერიკი, სერგო რუხაძე და გოგო შარეშენიძე აფორმებდნენ. ყველა მუსიკალური ქორეოგრაფიული ნომრის დასრულების შემდეგ თითოეული წარმატებული ქალბატონის წარდგენა ხდებოდა. მრავალშვილიანი დედა და შრომის გმირი, 100 წელს გადაცილებული ქალბატონი, მედდა და სტილისტი, პედაგოგი და კოსმეტოლოგი, პოლიციელი და მეცნიერი ქალბატონი, დამლაგებელი და საჯარო მოხელე, სპორტსმენი და ექიმი, ტექნიკური მუშაკი და აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი. ამ დღეს თითოეული მათგანი გამორჩეულად ამაღლებულ განწყობაზე გახდა და მილოცვებით შესაბამისი გამოსდიოდათ. მინდა უღრმესი პატივისცემი და მოგბრძანებით ყველა ქალბატონს, ყველა დედას, ბებიას, საატრფოს, მეგობარს მიულოცო დღევანდელი დღე, უსურვოთ ზიანი და უღრუბლოს ზეცა, სიხარული და სიყვარული დაგმედებოდეთ. ძვირფას ქალბატონებს, რაიონში ცნობილ ადამიანებს ულოცავ 8 მარტს. ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიკეთე ყოფილიყოს მათი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი. მე ბედნიერი ვარ დღეს, იმით რომ შევხვდი ამდენ ლამაზ ქალბატონს. ძალიან მენატრებოდა ყველანი და უსურვებ ბედნიერებას, ღვთისმშობლის წყალობას. ძალიან დიდი სიყვარულით ყველა ქალბატონს ულოცავ. ხალხთა დღესასწაულს, დედის დღეს, გაზაფხულს ლამაზი ქალბატონებს, განსაკუთრებით მე მიულოცავ ჩემს პედაგოგებს,
მრავალშვილიან პედაგოგებს მარინა აბაშმაძეს განსაკუთრებით ექვსიშვილის დედა მარინა ტაბიძეს ოთხიშვილის ახალ ბედადედებს განსაკუთრებით და მე მინდა თქვენს გისურვოთ დედობა და სიმრავლე და სიხარული და ბედნიერი. ყველა ქალბატონს მიულოცავ, საქართველოს ქალებს მიულოცავ, 3 მარტს, 8 მარტს, სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, გამრავლება, ყველა ქალი ყოფილიყოს დედა და ყველა ქალს შეძლებოდეს ქონოდეს იმის საშუალება, რომ სალონში შესულიყოს სილამაზ სალონში და გალამაზების საშუალება და ხასიათი ქონოდეს. პირველ რიგში თქვენ მოგილოცავთ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მე ყველა ქალს მიულოცავ. მერთმა ყველა ბედნიერი ამყოფოს. ულოცავ ყველა ქალბატონს. აფხაზეთში დარჩენილებსაც ულოცავ შვილო. აქ გადმოხვეწილ აფხაზეთ ქართველებსაც თქვენ გურულებმა გაგვიწბე გული. გურიაში მოვხდით, გვიმასპინძლეთ, მაგრამ სამაგიერო ზღვაზე დაგპატიჟებთ, დაბრუნდებით. გაზაფხულის მზეო, ლოცვათ მექმენ თუკი, უხვათ მომიგზნეო შენთა თვალთა შუქი, თორემ მენატრება ის დღეები ლურჯი, იმ პრიმწარე სევდას ვეღარ გადაუჩი. ყველა ქალს მივესალმები და უსურვებ ბედნიერებას. ოზურგეთელ ქალბატონებს გაზაფხულის შემოგზანება და გამორჩეული დღესასწაულები, დედისა და 8 მარტი შემოქმედებმა მიტროპოლიტმა იოსებმა, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა, ოზურგეთის გამგებელმა ავთანდილ მექვაბიშვილმა, კულტურის სამსახურის უფროსმა, ობა ბანძელაძემ, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელმა, როჩა შანიძემ მიულოცეს. მე შეძგილოცავ და ყველას ულოცავ თავისთავად, ეს მნიშვნელოვანი დღე არის და კაი რომ მოხერხდა, რომ ყველა ერთად არიან და მე მინდა ყველას ქალური ბედნიერება უსურვო და იმათ შერო ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და კარგია რომ ესე აღინიშნება და დარწმუნებული ვარ რომ სულ ესე გაგრძელდება და ქალები უნდა სულ ბედნიერები იყვნენ არა მარტო 8 მარტს, არამედ ზოგადად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს ესე იყოს. მინდა მიულოცო ყველა ქალბატონს დღევანდელი დღე. საკმაოდ ბევრი წარმატებული ქალბატონია გურიაში და მე მინდა რომ ყველანი იყვნენ ბედნიერები. სიყვარულით ულოცავ 8 მარტს, უსურვებ ბედნიერებას, სიკეთეს, ყველას ფარავდეს ღმერთი, თავიანთი ოჯახებით, თავიანთი მოკეთებით, ახლობლებით, სამშობლოთი სულ ბედნიერად და კარგად ყოფილიყო. მინდა ყველა ქალბატონს მიულოცო 8 მარტის დღესასწაული, ჯანმრთელობა, მხნეობა მინდა უსურვო და გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველა ქალბატონს. მთელი სულითა და დაბლად მინდა დაუკრა თავი ყველა ქალბატონს და მიულოცო ეს სიმაღლეზე დღესასწაული. საღამო საფინალო სიმღერამ დაასრულა, რომელიც ეკა ჭელიძემ ანსამბლ ბუხამბასთან ერთად შეასრულა და დარბაზით აიყოლია.